მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ჩემთან ხართ. მადლობა კომენტარებისთვის, გაზიარებისთვის. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, გააზიაროთ, გამოიწეროთ არხი და კომენტარებსაც ველი. მოდით გავაკეთოთ გაშლა. რა გადაწყვეტილება მიიღო ჩაფიქრებულმა ადამიანმა თქვენთან დაკავშირებით? ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? ნახოთ სიგნიფიკაცია. ახლა შეიძლება გაჩერებული გაქვთ ურთიერთობა მეგობრებო. თქვენ საკმაოდ აქტიური ქალბატონი ბრძანდებით და შეიძლება თქვენი ურთიერთობა თავიდან დაიწყო მეგობრობით. შეიძლება თავიდან ძალიან თბილი, ტკბილი ენერგიებით დაიწყო, სადაც იყო ძალიან გულწრფელი ეს ყველაფერი. რამაც მიგიყვანათ სიყვარულამდე. თქვენ კი საკმაოდ წარმატებული, საკმაოდ საზოგადოებაში გამოჩენილი ქალბატონი ბრძანდებით, რომელსაც არამერთი მარცხი და გამარჯვება უგემნია. მაგრამ მასე კი დაიწყო ყველაფერი ძალიან ტკბილად და თბილად, მაგრამ დატრიალდა თქვენი ბედის ბორბალი, ძალიან დიდი ცვლილება მოხდა თქვენს შორის. ისეთი ცვლილება მოხდა, რომ არც კი გაქვთ იმედი, რომ რამე შეიძლება და ფიქრობთ, რომ ისე არასდროს აღარ იქნება, როგორც იყო და გადადიხართ ახალ საფეხურზე. საკმაოდ მძიმე პერიოდის შემდეგ. ახლა ვნახოთ, რა ენერგიებშია თქვენი პარტნიორი აი ასეთი ცვლილებების შემდეგ. თვითონ ყველანაირად ემოციურად ჩაკეტილია ეს ადამიანი და მგონია, რომ ფინანსური თემებით არის დაკავებული და ელოდება აი ამ თავისი შრომის ანაზღაურებას ან გაწეული შრომიდან ელოდება შედეგს. შეიძლება ეს ადამიანი ბანკში მუშაობდეს ან ბანკის თანამშრომელი იყოს. რა ენერგიებშია, თუმცა ემოციურად ეს ადამიანი არ არის კარგად და ახლა რაღაცა გადაწყვეტილების წინაშე არის. მოდით, მე მაინტერესებს თქვენთან დაკავშირებით, რას გადაწყვეტს თქვენთან დაკავშირებით ეს ადამიანი. ეს ადამიანი წამოვა მანიპულაციაზე, იმანიპულირებს, მოუნდება თავიდან დაწყება და მხოლოდ თავისი კეთილდღეობისთვის. თუ ეს ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავიდან დაიწყოთ ურთიერთობა, ეს არ იქნება ორიენტირებული თქვენ ორი ერთად ყოფნაზე, იმისთვის, რომ
ორივე იყოთ თანაბრად კარგად. მას ამჟამად მხოლოდ ეგოისტურად, მხოლოდ თავისი თავი ადარდებს ამ წუთას. ის შეეცდება მანიპულაციით დაიწყოს ისევ თქვენთან ურთიერთობა. მოდი კიდევ ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენთან დაკავშირებით ეს ადამიანი. კი, მეგობრებო, ეს ადამიანი როდესაც გამოჩნდება თქვენ შორის ჯერჯერობით, არ ელოდოთ ჯერჯერობით, მაგრამ აუცილებლად ჯერ ეძებს გზებს, რომელი გზით მეკითხარით, რომ ეს მანიპულაციის გზით შეეცდება და სწორედ აი ამ მანიპულაციის სტრატეგიას სახავს ახლა გეგმად. როგორ ჯობია თავისი თავისთვის. ეს ადამიანი ძალიან დაგეგმილად, ძალიან მშვიდად დაიწყებს თავისი კეთილდღეობისთვის მოქმედებას. შეიძლება ამ ადამიანს ოჯახიც ჰქონდეს და სხვა ურთიერთობაში იმყოფებოდეს. შეიძლება თქვენი მეუღლეა, არ ვიცი. ბევრი მიყურებთ და ყველამ თქვენ სიტუაციას მოარგეთ. შეიძლება ეს ადამიანი საკმაოდ ისეთ სტრუქტურაში მუშაობდეს, თავდაცვაში ან შეიარაღებულ ძალებში, ან პოლიცია, ისეთ საჯარო სამსახურში, სადაც მაღალი პოზიცია უკავია, ან თავისი ბიზნესი აქვს, სადაც მართავს თავის კომპანიას, ან ძალიან ცივი ენერგიებით დაიწყებს მოქმედებას ეს ადამიანი მანიპულაციის გზით და კიდევ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენ. შეიძლება ინტერნეტით, სოციალური ქსელით გამოვიდეს ეს ადამიანი თქვენთან კონტაქტზე და ისე მოახერხოს თქვენთან დაკავშირება. უკვე მერე თქვენი არჩევანია, თქვენ როგორ მოიქცევით ძვირფასებო, მე მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია, რაც ტარომ გადმომცა და მე თქვენ სწორი გადაწყვეტილების მიღებას გისურვებთ. მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად და ველი თქვენს გამოხმაურებას კომენტარებში.